ვარ ნიკა ხუზროვანიძე 12 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ჭადრაკი. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ არსიანში. ყავს ორი ქორეოგრაფი, ნინი მასწავლებელი და ზვიადი მასწავლებელი. უფრო მხიარულია ნინი მასწავლებელი, მაგრამ ზვიადიც არანაკლები. ისე ორივე კარგი მასწავლებელია და ძალიან უყვართ ბავშვები. კიდევ კარგი რომ არსიანში შევედი და ასეთი კარგი მასწავლებლები დამხვდე. ჩემი საყვარელი ცეკვა მთიულური. საყვარელი ილეთი არის ეს. უკვე მქონდა 5 კონცერტი. ყველაზე კარგად მახსოვდა მე-4 კონცერტი თბილისში. კარგადაც ვიცეკვეთ და კარგადაც გავერთეთ. მაქვს ყავისფერი ჩოხა და ძალიან მიხვდება. ჩემს ქორწილში ჩავიცმევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები მეჯვარეს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ სანის და ბარბარეს. ჩემ ცოლს დავარქმევ ანის. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და მყავს კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის დემეტრე კოჩარიძე. ყველაზე ჭკვიანი არის მარი ჩაგანოვა. ყველაზე მშვიდი არის ემილი ქობულაძე. ყველაზე ცალკე არის დათა ხალვაში. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანი არის ისტორია. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ კარგი ხალხი ცხოვრობს, კარგი ტრადიციები აქვს და კარგი უნარი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი იამზე ქათამაძე. ის არის ძალიან კეთილი, მშვენიერი, უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და უყვარს მეგობრობა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ჩემი ზონია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, მინდა რომ სკოლა დავამთავრო მალე. მინდა მალე გავხდე სტუდენტი და დავიწყო მუშაობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია და ჩემი და-ძმა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია სანდრა. ის არის კეთილი, ლამაზი, უყვარს მეგობრობა, ადამიანებზე დახმარება და წიგნების კითხვა. ჩემი აზრით სანდრა რომ გაიზრდება, გამოვა მუსიკოსი. მეორე და არის 2 წლის და ქვია სარა. ის არის ჟიუტი, უყვარს სათამაშოები თოჯინებთან ერთად თამაში, თოჯინებთან ერთად ძილი. სარა ალბათ გამოვა მოცეკვა. მამიკო არის ჩემსავე სიმპათიური, კეთილი და ყველაფერს მისრულებს. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი ადამიანია და უყვარს ბავშვები. გაგიჟებით უყვარს თავისი ოჯახი და შვილები. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი, დავდივარ 2 წელი ჭადრაკის წრეზე. ჩემი საყვარელი ფიგურაა პაიკი. ჩემთვის უფრო კომფორტულია თეთრებით თამაში. იმიტომ რომ მაქვს მეტი დრო და მეტი სურვა. ერთხელ მქონდა შეჯერება და გავედი მეორე ადგილზე. პირველზე იმიტომ ვერ გავედი, რომ ვისაც შევხვდი დიდი ხანია დადიოდა ჭადრაკზე. ჩემი სურვილი არის, რომ ბათუმში გავხდე ჭადრაკის ჩემპიონი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ბაქარ ხოზრევანიძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რო შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მე-20 საუკუნის უკრაინაში. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად დასვენება, ცეკვა და ჭადრაკის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.